ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ქრისტეს შობის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენ შევეხებით სახარებას, სახარების იმ მონაკვეთს, რომელიც იკითხება ქრისტეს შობას და ქრისტეს პირველ რიგში და ასევე შევეხებით სახარების იმ მონაკვეთს, რომელიც იკითხება ქრისტეს შობის შემდგომ კვირა დღეს. წინა საუბარში ქრისტეს შობის წინა კვირის სახარების განხილვისას მე დავუშვი უზუსტობა, Ქრისტესად შენდობას ვითხოვ, მე ვთქვი, რომ სახარება, რომელიც იკითხება ქრისტეს შობის წინა კვირას, მისი მეორე ნაწილი მეორდება ქრისტეს შობის წირვაზე. სინამდვილეში მეორე ნაწილი მეორდება წირვის მოსამზადებელ მსახურებაზე, რომელსაც ქვია საცისკრო მსახურება და თვითონ წირვაზე იკითხება სახარება მათესი, ოღონდ არა პირველი თავიდან, არამედ მეორე თავიდან, რისთვისაც კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ და აი დღეს სწორედ ჩვენ ვისაუბრებთ ქრისტეს შობის დღესასწაულზე წაკითხული სახარების შესახებ და ასევე ვისაუბრებთ ქრისტეს შობის შემდგომი კვირის სახარების შესახებ. პირველად, ესე იგი, დავიწყებთ, წავიკითხავთ ქრისტეს შობის დღესასწაულის სახარებას, ეს არის მათეს სახარების მეორე თავის პირველიდან მე-12 მუხლის ჩათვლით. ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა დღეთა იროდი მეფისათა აჰა მოგვნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად და იტყოდეს. სადა არს რომელი იგი იშვა მეუფე ჰურიათა. რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყვანის ცემად მისსა. ვითარცა ესმა ესე იროდი მეფესა შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა. და შეკრიბნა ყოველნი მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან, სადა უკუე შობა დარს ქრისტე, ხოლო მათ რქვეს მას ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამე თუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყველისა მიერ და შენ ბეთლემ ქვეყანაეგე იუდასი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამე თუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაილი. მაშინ იროდი იდუმალ მოუწოდა მოგვთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკვლავისა და წარავლინა იგინი ბეთლემად და რქუა, მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის და რა ჟამს პოვოთ იგი, მითხართ მე, რათა მეცა მივიდე და თაყვანი ვსცე მას. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან წარვიდნენ და აჰა ვარსკვლავი იგი რომელი იხილეს აღმოსავალით წინა უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმა იგი. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმა იგი მარიამისთანა დედისა თვისისა და დავარდეს და თაყვანისცეს მას და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შესწირეს მისა ძღვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური და მოიღეს ბრძანება ჩვენებით, რათა არა მიაქციონ იროდისა, არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლად თვისსა. ეს მონაკვეთი სახარებისა იყო წაკითხული შობის დღესასწაულზე.
რა არის ამ ჩვენს მიერ წაკითხული ტექსტის მთავარი არსი, მთავარი, ანუ რას გვეუბნება შობა დღეს, რატომ შეარჩია ეკლესიამ მაინდა-მაინც ეს ნაწილი სახარების, რადგანაც სხვადასხვა מחარებლები ყვებიან შობის შესახებ, სხვადასხვა ასე თქვათ საკითხებზე ხდება ყურადღების გამოხილება და აი რატომ მაინდა-მაინც ეს ნაწილი აიღო სწორედ ეკლესიამ დღესასწაულზე წასაკითხად. აქ ყურადღებას იქცევს ერთი მთავარი გარემოება, რომ მაშინ, როდესაც შორეული აღმოსავლეთიდან მოგვები ესენი არიან ღვთისმსახურნი, წარმართული კერპებისა, არიან იგივე ქურუმები, ვარსკვლავთ მრიცხველები, რომელნიც რასაკვირველია ჭეშმარიტებას იყვნენ მოწყვეტილნი და ასეთ მარტივად რო ვთქვათ, სრულწმენების საფუძველზე წარმართავდნენ თავის ცხოვრებას, რაც რასაკვირველია ტრაგიკული იყო ყველასთვის, როგორც მეფეებისთვის, ისევე ქურუმების და მით უმეტეს უბრალო ხალხისთვის. მაგრამ სხვა მათ ცოდნა არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, წარმართულ სამყაროში მაინც არსებობდა ესეთი თუ შეიძლება ითქვას